Adam მისი ურსულობის ამბავი, არც სურპრიზად არ გითხრა, არც არაფერი, ანუ ასე შემოვიდა სახში და გამარჯობა, რავი ურსულად ვარ, ნახვამდის. და ჩვენ როგორები ვიყავით, იცი, ანუ რა? ანუ დაჟე მე მეძინა, ხო და დედიკოს შემოვიდა უთხრა, დედიკო მათეხა წევილ-კივილი, მე გამოვედი, რა ხდება, არ ვიცი, ანუ რა ხდება თუ კითხულობ და ანუ კევნება, კაი, რა ტყუილა გააღვიძეო. ხო და დედიკო მორსულად არისო. ამან უთხრა რა ტყუილა გააღვიძეო, ეძინა საცადე. აზრი გონი თუ გაგასწრე ხა ბავშვის ხათრით ვერ გელაპარაკებ უხეში. ბავშვის ხათრით ვეღარ მოშორე, ანუ ვეღარ ვაწყვები რა. ვეღარ ჩაგრავ. შემიძლია ხوارე ურსულად. როგორ მომფამოს ვითომარებე. ჩემს შვილს რომ ძმაკაციან და ქალი გამოუჩნდება ახლა მუსულმანე, ამაზე ხო ვგიშდები. დეიდა რო გავხდები ამაზე ხო ვგიშდები, ანუ ვერ ვიჯერებ, ანუ ფაქტთან რა შეგრძნება რომ მე თვითონაც დეიდა უნდა გავხდე, იმიტომ რომ როგორც დეიდა, ანუ ეხლა რა თქმა უნდა ეს სხვაგანც და არის, მაგრამ როგორც დეიდა რო ხდები, რაღაცა შენი დის შვილს რო ყოფ, ხდეს გონია რომ კიდე საერთოდ ცოლცები ხდება. ან მე რანაირ დეიდა ვიქნები, თან ამაზე ვფიქრობ, ხა აქედან გეგა. ესენი ყველა იძახიან რომ ვფიქრობთ რომ გოგო იქნებაო. მე რა თქმა უნდა მინდა რომ ბიჭი იყოს, მაგრამ ეს მგონია რომ გოგო იქნება. მე 16 კვირაში გებობენ აქ სქეს და მე უნდა დავეხმარ, მე უნდა ვიყო ის ვინც გამოიტანს ექიმიდან სქეს და გააკეთებს სურპრაიზ წვეულებას სქესის რაღაცებს რო შვებიან ხოლმე. აქ დანსარდიანი შემოსვა. მე მატერიალური ყველა კუთხეში საერთოდ. მას დარჩი შენ ხვალ სახში. მოგვეცი ჩვენი 700 ლარი. და ჩავკერი. 700 რაღაცა ლარი გადავიხადე ერთ ბილეთში. ერთი ჯოვატარი ბლაბედი. ხოქინა ნახები. ისიალენ თავზე ფერზე ხელზე. ფუდუსზე. მე მხვიც ვიგნები ლო. აი ყვანი ახლა ესეთ. ვუ. აი ცხოეთ განვასახე. ესე ახლა მე სიმსახურებენ? ან წაიყვან ტოვარ მარტო. აი მიხუმე გოგო.